საუნშვიდობისა რუსთავიორის ტელემაყურებელს მიესალმები ლოტო 642-ის მოთამაშეებს თავისთავად ცხადია, დადგა კიდევ ერთი პარასკევი და რა თქმა უნდა კიდევ ერთი შანსი იმისა წავეთამაშოთ ისეთ არაჩვეულებრივ თანხებს, რომელსაც ახლა გავაჟღერებ. პრინციპში თქვენ უკვე იღბლიანები ხართ, თუ უკვე იყიდეთ ბილეთი და ელოდებით თქვენ შანსს. მით უმეტეს რომ ჯეკპოტი იზრდება და იზრდება, რომელიც ჯერჯერობით ვერ გავათამაშეთ და იმედია რომ დღეს გავათამაშებთ. და იგი შეადგენს 1,906,005 ლარს. ეს იმას ნიშნავს, რომ თითქმის 2 მილიონი ლარია და ეს 2 მილიონი ლარი თითქმის შესაძლებელია გახდეს ნებისმიერი თქვენგანის, ასე რომ მე წარმატებას გისურვებ თავისთავად ცხადია. ასევე 73,000 ლარს გასცდა მეორე კატეგორია, რაც ასევე საკმაოდ მსხვილი თანხაა და ნებისმიერ შემთხვევაში მე წარმატებას გისურვებ, გადავინაცვლებ ლავინდებურად ჩემგან ხელ მარჯვნივ, სადაც მელოდება ჩვენი ღილაკი, რომლის მეშვეობითაც მოვიყვანთ მოქმედებაში ჩვენ ჟადოსნურ ლოტოტრონს 3-2-1. აბა წარმატება მისურვებია თითოეული თქვენგანისთვის. ვნახოთ დღეს რა ციფრთა კომბინაცია შემოგთავაზებს ჩვენი ლოტოტრონი, რომელი ფერი იქნება, რომელიც გახსნის დღევანდელ გათამაშებას და რომელიც ციფრი თუ რიცხვი და 4-მა გადაწყვიტა გაეხსნა დღეს ჩვენი გათამაშება. აბა ფეხბედნიერი იყოს შენი მოსვლა 4-ო, ვნახოთ რომელი იქნება შემდეგი. 36 შემოაგორა მომდევნო ლოტოტრონმა, გვაქვს 4 და 36 ჯერჯერობით ლურჯები ლიდერობენ. ვნახოთ მესამე მომგებიანი ბურთი უკვე გამოჩნდა, მოგორავს ჩვენსკენ 27. და ველოდებით მეოთხე მომგებიან ბურთს, რაც იმას ნიშნავს, რომ ღელვარება უფრო და უფრო მატულობს ჩვენი ტელემაყურებლის. 40 შემოგთავაზა, შემდეგ მომგებიან რიცხვად ჩვენმა ლოტოტრონმა, მეხუთე მომგებიანი ბურთის დროც დადგა და ისიც ყვითელი ფერი გამოჩნდა და მოგორდა ჩვენთან 17. და მეექვსე მომგებიანი ბურთის დრო დადგა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჯეკპოტის გათასათამაშებლად, ეს თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ და 26-მა აიღო დღეს ეს ყველაფერი საკუთარ თავზე. და ველოდებით ბონუს რიცხვს. ნახოთ რა შემოგთავაზებს ლოტოტრონი და ის გახლავთ ნომერი 23. აი ესე გამოიყურება დღეისათვის ჩვენი კომბინაცია, რომელსაც კიდევ ერთხელ თავისთავად ცხადია, გადავიმეორებ, ვიწყებთ 4-ით, ვაგრძელებთ 36-ით, 27, 40, 17, 26 და ბონუს რიცხვი გახლავთ 23. რა ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ახლა ტელევიზორთან არის და სიხარული დახტუნავს თუ რა თქმა უნდა ეს კომბინაცია დასვა და შეასრულა თავისი პირობა საკუთარ თავთან პირველ რიგში. რა თქმა უნდა და გაუმართლა კიდევაც იღბალმა. თუმცა სანამ მივალთ ხოლმე ჩვენ იღბალამდე, მანამდე აუცილებელია ერთი პირობა. უნდა ვიყიდოთ ბილეთი ერთი მაინც გათამაშებიდან გათამაშებამდე. ამისთვის არსებობს რამოდენიმე გზა. მე შეგახსენებთ თავისთავად ცხადია. ერთი ეს გახლავთ ელექტრონული ვერსია, შევდივართ loto.gz-ზე, სადაც ვავსებთ ჩვენთვის სასურველ კომბინაციას. თუ დაუშვათ გეზარებათ ეს მიმართულება, შეგიძლიათ მიბრძანდეთ ყველა დიდ სავაჭრო მოლში, შეიძინოთ სერვის ცენტრებში თქვენთვის სასურველი ბილეთი, შეავსოთ სასურველი კომბინაცია, რა თქმა უნდა და ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით მდებარეობს ლოტოს ჯიხურები და ეს ლოტოს მოთამაშეებმა თქვენ ძალიან კარგად იცით. ხო, სამშაბათი, პარასკევი, ეს არის ის დღეები, როდესაც ჩვენ ვემზადებით ხოლმე შეხვედრას ჩვენს იღბალთან, მთავარია ხელთ გვეჭიროს ერთი ბილეთი მაინც. მოკლედ, უკვე გვაქვს მე მგონი შედეგები გვეუბნებიან და აი ისინიც მეოთხე კატეგორიაში გავათამაშეთ 5,416 ლარი, რომელიც გაიყო 4-მა ადამიანმა, 1,354 ლარმა შეადგინა მოგებამ ბილეთს. მშვენიერი შედეგია, 4 ძალიან გახარებული ადამიანი, ასევე 29 გახარებული ადამიანი და 34-ით საკვე სულ 67 ადამიანი გავახარეთ, დღეს შეიძლება ითქვას. მოკლედ, მშვენიერი 726 ტირაჟი გამოგვივიდა. მე წარმატებას გისურვებ თითოეულ თქვენგანს და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჯადოსნურ სიტყვებს. იგებს ის, ვინც თამაშობს, ხოლო მოგება შეუძლია ყველას და აი ეს მოგება რომ შევძლოთ, ერთი ბილეთი მაინც გათამაშებიდან გათამაშებამდე აუცილებელია თან ვიქონიოთ. აბა ბედნიერი წარმატებული საღამო.